დღეს მით უმეტეს ახლა კომფორტაბელური ქრისტიანობა არ გაიშვაფიდე რა. და სხვისი ქრისტიანობის განხილვა კიდე ცოტა კომიკური არის ახლა იოსები რას აკეთებდა და აბრაამა შვილი აიტა შენ თუ გააკეთე იმას რაც აბრაამმა გააკეთა შენ თუ გაწირავ შენ შვილის რწმენისათვის აი ეგ არის მაგარი რამე აი შენ თუ გაწირავ ვეტყვით შენ შეგიძლია გააკეთო საგამაჩვენება შენ საქმეში რას გაუწელი ხო რა გაწირე მსხვერპლად რა შეწირე ხო თორე ის ადვილია იცი აბრაამი მოკიდა შვილი წაიყვანა აუ მარწმენია ჩვენ კიდე სხვისი წმენდა ხო ის აბრაამი აქ შეცდა ეგა შენ რას კვირო დაგიდგება ის აბრაამი და ჩვენ შორის რა განსხვავება არო ცოდვილი ბუნებით არავინ განსხვავებული არ ვართ ერთი ვართ აბრაამი ვაჟკაცი არ არის ხო კაცი რომელიც მე ლაშქრით ვისამარცხებს და მანამდე რო ჩადის ეგვიპტეში იმიშიში თუ არ მოკლან ცოლს ნახეთ ვიძახის ჩემი და რა ნახევარი სიმართლე როცა ამას იხილავთ მსგავს სიტუაციაში თქვენ რა არ გააკეთებთ როცა სიკვდილის პრობლემა დადგება თქვენ რა აბრაამზე უფრო მაგრები ვართ თქვენ იგივეს არ გამოკეთებთ და კათედრაზე რა კარგად არჩევენ იცი ამას სხვისი ცხოვრების გარჩევა ძალიან ადვილია სხვისი რწმენის მხილება ძალიან ადვილია ვამხილოთ ერთი მეორე დავითი და ვიღაცები და რისი მაქნიცი ეს მე ვერ გავიგე თუ არ გადმოიტანე ეგა და კონკრეტულად მაინტერესებს აწუყოში ახლა იმ საქართველოს ისტორიის არ იყოს მამა პაპები კარგად იქცევენ შენ როგორი ხარ ეს მაინტერესებს აწუყოში ასევე რწმენაში აბრაამის რწმენა კი არ მაინტერესებს აი შენი რწმენა მაინტერესებს შენი რწმენის ნაყოფი მინდა დავინახო ცხოვრებაში დამანახი თუ შეიძლება ამას ვინ დაგანახებს აბრა დააჯდებიან კათედრაზე თემას მოამზადებენ აი აბრაამმა ეს შეცდომა დაუშვა აი ნახე იქ უწონო იყო იქ ღმერთი შენ კაცო უცნაურია აბრაამი კონკრეტულად იცნობდა ღმერთს და ჩვენ მით უმეტეს არავინ კონკრეტულად არ იცნობს თუმცა ჩვენ უფრო საშიშროების წინაშე ვართ გავყიდოთ ყველაფერი რა ტყავის გადასარჩენად ის ღმერთს იცნობდა და მაინც შეეშინდა ეგრე ხო ღმერთს იცნობდა პეტრემ უშუალოდ ღმერთს იცნობდა ღმერთს რომ იმასაც ეშინოდა ჯვარზე გაკორის ახ უყურებდა რა სასწაულს ახდენდა და ამ 21 საუკუნეში ნეტა ვინ იცნობს ღმერთს არავინ ხო არავის არც გამოცხადებია არც პური უჭამია და არაფერი აი საღვთო წელზე დაყნობით ვარჩევთ სხვისი ბიოგრაფიებს და სხვის რწმენას მთელი ეშხებით და როგორ აპლომბით ვლაპარაკ რა განსაკუთრებით თუ ამერიკაში ხარ და კათედრაზე ხარ ქრისტიანი ვარ მე ამას შემოწმება შენ რწმენას დაუდგა ცხოვრებაში აი იმაზე რომ დაგველაპარაკოს ადამიანი უფრო მაგარია რომ იცოდეთ ეს არის ცხოვრობენ მიწიერი რწმენებით და სხვის რწმენას მიხილავენ აქა შენ წუთისოფლის რწმენით ცხოვრობ და აბრაამის რწმენას მირჩევ აქა რისი მომცემია აი რისი მომცემია აბრაამი კაი ადგილზე არის ჩემო კარგავ ის ღმერთთან ღმერთს იცნობდა მოსეც ღმერთს იცნობდა ხო აი მოსესაც რო იხილავენ ისეთი იმით აი ხავით აქა შენ თუ გააკეთე იმას მოსემ რაც გააკეთა მე შეიძლება განვთო და არაფერს არ გავუკეთებიათ აგერ დიპლომი რო აიღე და ქვეყანა ფული შულიჭე ამ დიპლომის აღებაში და მე ერთი შეჭირება არ აქვს მე მაგის დადავატირე რა თუ ალბათ გახდი იმავე წუთში ქვეყანას ავადმყოფოებში ქვეყანა ექიმებს დაისებ თავზე ხო იმიტომ რომ ბერკეტები გაგძლიერი რა კარგია რა რა ამ თემის მომზადება სხვის რწმენაზე ლექციის წაკითხვა ძალიან ადვილია რომ იცოდეთ საკუთარი რწმენა კიდე ყველა მალავს საკუთარ რწმენას მე რასაც უყურებ სოფლიოში მაღალი დონის წუთისოფლის რწმენა აი ცხოვრებ ხედავთ ახლა რა გინდა ისე ჩამთვალეთ გინდა ასე არა არავინ არ თმობს წუთისოფლს არავინ აი პირდაპირ ცხოვრობენ წუთისოფლის რწმენით ეს დამატებით ის არის რა ეს როგორ არის იცი ღმერთო მომყევი მაცალე მე წინ მიდვარ შენ მომყევი განა მას მიყვებით ღმერთო მომყევია და რასაც აკეთებს ადამიანს რწმენ თუ ნაკეთებს საქართველოს ესე იგი რწმენა აქვს სატანური და სატანური რწმენის გამოვლენება არის ტაძარში ხოლო ქრისტე რაშვაში აქ ვერ გავიგე რაშვაშია რა ჩაიხედე წიგში და წიგში რაც მითითებებია ძველ და ახალი აღქმა შეისწავლე რატო არ შეიძლება შეისწავლოთ სიუჟეტურად ქრონოლოგიურად ისტორიულად რა გვეკუთვნის ჩვენ მანდიდან რა ავიღოთ და რა არა ზოგი რაღაცები დღესაც ძალაში მაგალითად მთელი მორალური ისენი წაშლილი კი რიტუალები მაგალითად აღარ არის შესატყვისება ახლა იქ რაც ხდებოდა პირველ საუკუნეში რატო გადმოვიტანო მე რა მე შესაძლებელი ხარ ზროხა მივიყვანო და დავკლე რა მაშინ ეგეთ შეასრულეთ ყველაფერი შეასრულეთ
რო არ ასრულებენ ერთ-ერთ თეოლოგს საუბარი ქონდა პიროვნებას და მე ყველაფერს ბიბლიდან ყველაფერს აი ყველაფერს ვასრულებ. ყველაფერს ასრულებ ამან უთხრა შესაძლებელი სხვას კლავ გააჩერა. ესე იგი არის თელი რიგი რაღაცები. სხვათა შორის მაკარტურსაც დაუშვეს ეს კითხვა პასუხის იმაში კორინთელთა იმიდან 6 წუთიანი თუ 7 წუთიანი ახლა თქმაში თავსაფრის ტარება. აი ეს რა არის? გარსა ის პასუხი, რასაც ჩემგან მოგისმენიათ ბევრჯერ რა, ახლა მე და მაკარტური რა სხვა წიგნს ვკითხულობთ. ბიჭო, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირი ცხოვრების წესები არის, მაგრამ ის ახლა ცხარი რომ მიყავდა, მღვდელთან მიდიოდი, ტაძარში დადიოდი, ესენი ყველაფერი გაუქმებულია. მაგრამ არ გაუქმებულა მორალური ეთიკური ნორმები, რომლისთვისების მატარებელი ღმერთიც არის. ეს კი არ გააუქმა. ჩვენ კიდე ყველაფერს რიტუალებს ვასრულებთ და რჩებით ისევ ბინძური სულის ადამიანები, გაწყვეტილი კავშირი ღმერთთან და ჩვენი კავშირი არის ოფისთან, მღვდელი რო გამობანდალდება აქა და კომბლით გამოადგება და ყვება ამერიკის ჩაძირვაზე და ევროპის გათახსირებაზე. რისთვის დადიხართ სამღვდელოებაში მე ვერ გავიგე. შიშით დადიხართ, შიშით. თქვენ ღვთის შიში კი არა გაქვთ, სატანის შიში გაქვთ. გასაღებულია როგორც ღმერთი და ნაყოფით ნახეთ როგორია, ვერც სეკულარულ ქვეყანას აშენებთ, არჩევნებს არასოდეს არ ხვდებით განათლებულით და წყნარ და სულ არის ჟრეამული, კორიანტელი, მატულობს და მატულობს და დაჭერები, ცემატყეპები, ბანერებზე გინებები. არეული ტვინარეული ერი არის. და ამ დროს არის უზარმთელი ერი არის ქრისტიანი. ეკადრება ქრისტიანებს ესეთი გამოხტომები, სეკულარული ქრისტიანები, კლერიკალური ქრისტიანები, ყველა მართლმადიდებლები ხართ, ყველა ტრადიციებს იცავთ. მე გავიგეთ, გაერკვიეთ რა გინდათ რა, არჩევნები ჩატარდება. ამას ნამდვილად არ აქვს არსი, არა. შეიძლება სკამებზე უკანალის ჯდომა. ვინ დაჯდება? არსი და უცვლელი დარჩება. იმიტომ რომ აი ეს უნდა მოშორდეს ეს ქვეყანას. რელიგიას უნდა მიეჩინოს თავისი ადგილი. და ეს უნდა გავათავისუფლოთ ხალხი რელიგიური სატანური წარმოდგენებისაგან, რომელმაც შეითავსა ძველი ისტორიული წყაროები, განდიდება ქართული ისტორიისა, ძალიან ამბიციური წარმოდგენა ქართველებს და ვიღუპებით ასე. და ვიბნევით და ვკლებულობთ და გავრბევართ ქვეყანიდან. და ვინც რჩება ერთმანეთს ვერ ვიტანთ. არანი პატივისცემა არ არის სახელმწიფო სტატუსისა. ავირჩევთ ადამიანს და ვაგინებთ მერე. დავცინით, მასხარად ვიგდებთ. როგორ შეიძლება ეგ? არ ველოდებით არჩევნებს, მანამდე გვინდა არეულობა შევიტანოთ, ავანგოთ. გაელოდე არჩევნებს. თუ მუდმივი გაყალბება, რახას მონაწილეობ, იყოს რა ვინც არის, რა პრობლემაა. სახელმწიფო მოწყობის გარკვეული შემაფერხებელი სწორედ ის რელიგია, რომელიც ძალიან გაბერილია საქართველოში და თითქმის ყველა ოჯახში შევითა. და ნათესავები ბევრს მღვდელი ნათესავი ყავს და ახლა ხო არ დაუწყებს კრიტიკას, არ გამოვა. ზოგს მამა ყავს მღვდელი, ზოგს ძმა ყავს მღვდელი, ზოგს ბიძაშვილი. გადავხედოთ, აბა მოვძებნოთ რამდენი 7000 მღვდელი ახლა მანდ გაბნეული ახლა ნათესავები არის სულ. აი იმიტომ ვერავინ ვერ აკრიტიკებს მაგას რა. არ ვაწყენინოთ და აქ მოსულა სეკულარումაში დედის გენება ყველას. სანამ ეს არ იქნება მხილებული და სანამ ამ ეკალს არ ამოიღებ და ამ ცოდვილ ბუნებას ჩვენ არ მივიტანთ ღმერთთან, ჩვენი სახელმწიფო მოწყობა გამორიცხულია. ყოველთვის ესეთ მდგომარეობა იქნება და არის უბრალოდ საშიში მდგომარეობა, როცა მთლიანად ქაოსისკენ წავა ყველაფერი, უკონტროლოდ წავა. ვეღარ გაარკვევს ვერავინ მოქმედი ახლა მთავრობა, ვითომ ძალიან ყინჩათ არიან ქოცები, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ ამას, სტალინმა ვერ შეინარჩუნა. ხრუშოვმა ვერ შეინარჩუნა. ვერ შეინარჩუნებთ, გამსახურდიან ვერ შეინარჩუნა, მთელი საქართველობა იყო მასთან. იმიტომ რომ არ კმარა ქართველობა მარტო. ცხოვრება წესებს უნდა ექვემდებარებოდეს. ვერ შეინარჩუნებს ქოცები ამას და ქაოსში რო გადავა და რო ვერ მოაწესრიგებ, შემოვა რუსი და დანიშნავს მათ ქართველს და ექვემდებარებს და მოაწესრიგებს. აბა ქართველი ვერაფერს ვერ აკეთებს 30 წელიწადია ღმერთი გიყურებთ რომ აი თქვენი ეროვნული რაღაცა ნიშნით მოაწყეთ ქვეყანა, მაგრამ ისე კი არა რომ თქვენ ახართ მაგრები. 30 წელიწადია ქვეყანა ვერ გამართეს. არაფერი სამუშაო მანდ არ არის. ხო, ვინც დატოვეს მან და აიმონობენ. ზოგი უსაშველოდ გამდიდრდა.
აი უსაშველოდ როგორ მდიდრდებიან მე მაოცებს რა. და ეს უსაშველოდ გამდიდრებული ადამიანები რატო არ არის კონტროლზე აყვანილი მთავრობის მიერ და რაც უფრო დიდი შემოსავალია გაუზარდეთ პროცენტი გადასახადებს 45%-მდე რომ შეივსოს ბიუჯეტი და სოციალური ბადე ავწიოთ რა. ხო არიან უმშევარი ხალხი, მათაც ხო ჭირდება ადამიანები არიან, ცხოველები ხომ არ არიან კაცო. არიან პენსიონერები, მოხუცები ესე იგი. 300 ლარი გადაუგდე მაგას. წამასაც ვერ ყიულობს ადამიანი და შენ გინდა სიცოცხლე და იმას არა. ის ცოდვა არ არის. ასე რომ მეგობრებო, არ ვიცი, ქართველი ამას ვერ გაართმევს თავს. ხო, ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ქართველი შეუძლია სახელმწიფო მართოს. ეს ინერციით საბჭოთა ადამიანები მართავენ. მთავრობაში საბჭოთა ადამიანები არიან და კიდე კაი რომ ქაოსი არ არის, მაგრამ იქითკენ მიდის. აგერ ჩეჩნეთი ყირაობდა და ჩასვა იქ ხადიროვი. მორჩა დაწყანდა ყველაფერი. მოუშვა წვერები და ბედნიერია ხალხი. რატო არ მომოვე? პირიქით უკრაინის საწინააღმდეგოდ იბრძვიან. ხო, მთელი ჩეჩნორის გადასარევია პირდაპირ. უკრაინაც აშენდებოდა და კარგად იქნებოდა, როცა მოლაპარაკებაზე წასულიყო ზელენსკი და ასე თუ ისე მისნებას დათანხმებოდა. მისნება არ იყო შენი მონად და რაღაც. არა, ელემენტარულად რაღაცა მოვაწესრიგოთ და აუჯანყდეთ იმას, რომ ნამეტანი რომ გავიწურებს და რომ შეება კარგი მებრძოლები და დასავლეთს შეაწუხა ფულები მინდა ეს მინდა თვითონ დიდდება და თან მამასაც არ უშვებს შვილის და რაღაცა რომ მოუკლეს აქა ეს ახლა სიძულვის ხოდათესავს ეგა თან რომ გაიგრძელა ვადა და ის რა კაია რა ეს ომი რო არ ყოფილიყო მეორედ ამას არ აირჩევდნენ იმიტომ რომ იქ ყველა რიგში დგას ახლა შენ რა ვინა ხარ სტალინი ხარ ხო და აგრძელებს ომს და არის პრეზიდენტი ფულს ხო შეიხვილება მაგრამ მან უკრაინაში მაგას არ დაედგომება. ვერ ცხოვრობს, გამორიცხულია. აი ამდენი ბავშვი მოკლა მაგან რა. აბა რა არის ეს? შეაწყვიტა რა. შეაწყვიტა რაღაცა სისულელეს, ნუ. რის შემოვლისთვის კაცო რა, ყველა დროებით ავართ. რა ვერ გავიყავით, გაყოფა შეიძლება, გავყოთ რა. არ მინდა ტერიტორიის დედაცვატირე რა. ადამიანია ძვირფასი, კონდეს ეს ტერიტორია აცხოვრე ჩემი ადამიანი. რა არ ცხოვრობს რუსეთში უკრაინელების უდიდესი უმრავლესობა? აგერ უკრაინელები არ ცხოვრობენ დასავლეთში რომ გადმოყარი აქა. აი სატანური სურათები მოკლედ. მოწინააღმდეგე არსება რა დღეში აგდეს მოსახლეობა.